რომ არ ყოფილიყო სიკოდოლიძე, იქნებოდი წარმატებული რეჟისორი. მე რეჟისურა იმიტომ ავარჩიე, რომ სიკოდოლიძე იყო ჩემი მამა და ჩვენ გავიზარდეთ ესე. ძალიან უნდა მამას რომ აი ესე როგორმე ავეცთინე ამ პროფესიისგან. ამიტომ ბიჭებმაც კი და მეუბნებოდა ქალისთვის ეს პროფესია ისა რთულია, ძალიან რთულია. რად გინდა მამიკო ახლა შენ ეს ისა მსახიობობა რეჟისორობა და ხო და მე რო გავჯიქდი, მითხრა რომ მაშინო ერთი პირობითო. ჯერ მიიღე ფუნდამენტური განათლება ფილოლოგიური. აი მხოლოდ მერე 16 წლის ასაკში, სწორიც არის 16 წლის ასაკში არ შეიძლება არავითარი რეჟისურა და ასე. და მამასი მე ბევრჯერ მithქვამს ეს აი უღრმესი მადლობა დღესაც მამა ჩემს რომ მე ეს 5 წელი მაჩუქა უნივერსიტეტის აი ნამდვილი 64 აკადემია რა გითხრათ ნუ კითხვა რატო დაგიშვით მამა რო წარმატებული რეჟისორი იყო ის დაგეხმარათ თუ რაღაცეებში უკან არა თავისთავად დამეხმარა რა თქმა უნდა სიკოშვილი ვიყავი მაგრამ როდესაც მამამ კაცი ადამიანზე დაიწყო მუშაობა მაშინ მითხრა რომ ქეთი მე ამას მარტო არ გადავიღებ შენ უნდა ჩემთან ერთად გადაიღო მე ამ დროს უკვე ვიყავი თუმანიშვილის თეატრში 74-ში გავიხსენით და 19-ში გადავიღეთ მე და მამამ კაცი ადამიანი. კუკარაჩას დროს მამას სახელი რა თქმა უნდა მხოლოდ სიმბოლურად არის ტიტრებში ჩაწერილი. ამაზე მინდოდა მეკითხა. ვერა. ყველა საუბრობდა იმაზე რომ კუკარაჩა რეალურად სიკოდოლიძის გადაღებულია და ქეთი დოლიძის სახელია მიწა. მამა ჩემი არც ერთ გადაღების დღეს არ დასწრებია. მამა მოსამზადებელი პერიოდის მერე ჩაწვა. პირველი გადაღების დღეს ჯერ მივედით მე ზაზა კოლელიშვილი და ლევან უჩანეშვილი მივედით ლოგინათ იყო მაშინ მივედით ნოდარ დუმბაძესთან დაგლოცა იმან შაპანური მივიდა იქედან მივედით მამასთან ისიც ავად იყო და იწვა არც ერთი გადაღების დღე მამას არ უნახავს კუკარაჩასი მამამ და ბატონმა ნოდარმა ნახეს ბოლოს შეკრული მასალა უღონდ შავი ეს იყო და ეს ეს ბოროტიჭორები იყო იმ რა თქმა უნდა არა მამა ავად იყო და 83 წელს კიდეც გარდაიცვალა კუკარაჩა ბოლომდე თქვენი გადაღებული ბოლო ვარიანტი მამას უკვე დახვეწილი უკვე საათ და 40 წუთიანი მამას არ უნახავს და ბატონმა ნოდარმა ჩემთვის საბედნიეროდ თქვა და დაწერა კიდეც მე ერთ-ერთ ინტერვიუში რომ უკაცრავად ყველასთან რა თქმა უნდა ბოდიშს ვიხდი თქვა რომ მე მაქვს შენახული ეს სტატია ლიტერატურნა გაზეტაში ეწერა ეკითხებიან და ამბობს რომ მე ყველა რეჟისორს ყველაფერი ეკრანიზებულია რაც დაწერა ნოდარმა მე ყველას დიდ მადლობას ვეუბნები და მაგრამ თუ ლაპარაკია იმაზე რომელი ეკრანიზაცია ნოდარ დუმბაძე ეს არის ლეილა გორდელაძის ძაღლი მოკლემეტრაჟიანი ფილმი და ქეთი დოლიძის კუკარაჩა ამაზე მეტი რა უნდა იყოს ბუნებრივია არაჩვეულებრივი კომპლიმენტი ეს ჭორები მორები ახლა მამა არ ყოფილა არც ერთ გადაღებული ნუ ვისაც რა ბოროტ ხალხის მეც რა გამოლევს ბევრი მყავდათ იმ პერიოდში მე არასდროს არ ვკითხულობ ვინ გავრცელა ჭორი ბოროტება არის თანდაყოლილი თვისება თუმცა გაბოროტებული ადამიანებიც მინდა არა შენ თუ არა გაქვს ამის უნარი აი შიგნიდან თუ არ დაიბადე ამ მზაობით რომ ბოროტება ჩაიდინო გამორიცხულია რომ შენ მერე გაბრაზდე ვიღაცას და ჩაიდინო შური არის ის მამოძრავებელი ძალა რომელიც ძალიან ბევრ სიბოროტეს აკეთებინებს ადამიანს შური კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ვინ ვისი არ შურს თუ შეგშურებია თვინმეს სხვა რეჟისორი ქალის არასდროს ყოველთვის ყოფილვარ აი აღფრთოვანებული მაგრამ არასდროს არ მქონია შური, იმიტომ რომ მე არა ვარ ის ადამიანი და ეხლა რა ვქნათ რომ მე ეგეთი გავჭდი, ეგრე გავიზარდე და ის ეხლა ნუ როგორ შეიძლება ეხლა მე შემშურდეს ქალებს დავანებოთ რა თავი ფელი. ბატო ლამაზი ქალი რომ ბევრი ხო ამბობს რომ ლამაზი ქალის შემშურებია წარმატებული რეჟისორის მე არ მშურს. იმიტომ რომ მე ჩემ პროფესიაში ვფიქრობ რომ არა ვარ უკანასკნელი. აი მე ასე მგონია უკაცრავად ამ პარტავნობისთვის. შურზე გასაგებია და კონკურენტად ვის აღიქვავთ საქართველოში რეჟისორებს როგორ? არავის არ აღვიქვავ. არავის ყველა თავის საქმეს აკეთებს. არასდროს. ყველა თავის საქმეს აკეთებს. ნუ რატო უნდა აღვიქვა ხა?
კონკურენტი რა არის ახლა კონკურენტი. ჯანსაღი კონკურენცია არ არის. არა, ბატონი გიგა ხუმრობდა ლორდ კიფანიძე რომ სოფლიოში სულ 5 ქალი რეჟისორია და აქედან 12 საქართველოზე მოდისო. ეს სასიამოვნო ფაქტია. ძალიან. ამიტომ როგორ შეიძლება ხა ჩვენ აბსოლუტურად სხვადასხვა ხელწერის ადამიანები ვართ. ლანა ჩემგან განსხვავდება, მე ნანა ჯორჯაძისგან, ნანა მჭედლიძისგან, სულ სხვადასხვა კინემატოგრაფის, სულ სხვადასხვა ფუნჯი გვიჭირავს ხელში და რატო უნდა შემშორდეს?